როდესაც რაღაცა ვიყიდიო თუ რაღაც ხორციელი სიხარული მაქვსო ძალიან მიხარიო და თან მეშინია იმის რომ მიხარიო და რამდენად სწორია დაახლოებით ასეთი შეკითხვა იყო. ეხლა ჩვენ რო დავაკვირდეთ რაც არ უნდა იყიდო აი დავუშვათ აი შეყარებულია კაცი კინაღა უნდა დაოჯახდეს ეხლა დავუშვათ თუ სადმე მოხდა ისე რომ ამან სხვა სადღაც თვალი ჩაუკრა თავის შეყვარებულს ხო ვეღარ შეხედავს თვალებში ის როგორც მანამდე შეხედავდა და უკვე სინდისი აწუხებს ხო მართალია და უკვე ის სიხარული აღარ აქვს ამან დაუკარგა ის სიხარული ხო მართალია აი დავუშვათ ჩვენ ვიცით რომ ალექსანდრე ფეხსაცმელებს პროფესიონალურად აკეთებს დავუშვათ იცოდა რომ 50 სანტიმეტრიანი ძაფი ჭირდებოდა იმას და 30 სანტიმეტრით გააკეთა ხო შეაწუხებს სინდის ხო ძალიან წვრილმანებია მაგრამ ხო შეაწუხებს როცა შეეძლო რომ სხვაგვარად გაეკეთებინა სიტყვაზე ამბობ ეს კი ამაგას არ გააკეთებს ზოგადად ვამბობ აი ჩვენს დამოკიდებულებას ანუ თუ ის ხორციელი რაღაცა რაც შეიძინა თუ რაც რაღაცა გახარებს ესე იგი ნიშნავს რომ ჩვენი სინდისი სუფთა თორე ისიც არ გაგახარებთ სადაც სინდისი ადამიანს დამძიმებული აქვს რაღაცის გამო უკვე გემოს უკარგავს ყველა დანარჩენ სიხარულებს შეიძლება ყველაფერი ქონდეს ადამიანს და ადამიანები შემოგნატროდნენ ნეტა ესე ვიყონეთ მაგრამ შენიც შიგნით რა უბედურებასაც ატარებ და რა არის გამოსავალი არის ერთადერთი რამ რომ ადამიანმა თავი გაიმტყუნოს ისეთ წვანი და თქვას რომ შემინდა უფალო მე დავაშავე ეხლა ცუდად მოვიქეცი ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი აი იმ დროს მანაკირო იყო ბავშვები იყვნენ მე უკითხავდი წმინდა პაისი ათონელის სიტყვებს და ნახეთ რას ამბობს როგორც აი თითქოს რაღაცა სქელი კაუჩუკის რაღაცა ფენა თავის მართლებაო აი ესე წარმოგიდგებაო ჩვენსა და ღმერთს შორის რომ იქიდან აი არანაირი სინათლე არანაირი სიტყვა არანაირი სიხარული აღარ მოდის როდესაც ადამიანი რაღაცის გამო თავს იმართლებს ცდილობს რომ რასაც გამართლება არ აქვს გამართლება მოუძებნოს და თითქოს ამითი თავი დაიმშვიდოს მაგრამ სინამდვილეში ამითი უფრო იტანჯავს უფრო ამრავლებს აი ამ სატანჯოს იმიტომ რომ სინდისი ვერაფრით ვერ დამშვიდდება გარდა შენდობის თხოვნის ვერაფრით ვერ დამშვიდდება ყველამაც რომ გაგამართლოს ყველამ თქვა შენზე რომ აი ეს მართალია ეს ასე მოიქცეს და რაღაცა ადამიანებმა თავისი სიყვარულიდან გამომდინარე ჩვენ გამართლებები მოგვიძებნონ მაგრამ ჩვენ შიგნით ვიცით რომ იმას გამართლება არ აქვს და ამ პირიქით ყველამ რომ გვაძაგოს და ყველამ რომ ცუდი თქვას ჩვენზე თუ შიგნით სინდისი არ გაწვალებს და შენის არ გაგიკეთებია რასაც გაბრალებენ შენ მშვიდად ხარ შინაგანით სერვაი ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული ადამიანს რა ურთიერთობა აქვს თავის სინდისთან სახარებაში ასეთი რამე წერია თქვენ ახლა ეს წაგიკითხავთ და უბრალოდ გახსენებთ შეურიგდიო შენს წინა მოსაჯულსო წინა მოსაჯული მოწინააღმდეგესო სინდისს უწოდებს მაცხოვარი ამას სინდის რატო რომ ჩვენ ის გვეწინააღმდეგება როცა ვიცით სიკეთე როგორ გავაკეთო და არ ვაკეთებთ ან კიდევ გვეწინააღმდეგება როდესაც ვცოდავთ და ის გვეუბნება რომ არ უნდა სწოდავდე აქ ამას არ უნდა აკეთებ შეურიგდიო შენს წინა მოსაჯულსო ვიდრე მასთან ერთად გზაზე დგახარ და სასამართლოში მიდიხარ რომ არ მოხდეს ისე რომ ამ მოწინააღმდეგემ შენ გადაგცეს საჯულს საჯულმა მსახურსა და მარადიულად საპყრობილეში ჩავარდე ანუ რა გითხრა უფალმა შენ სინდი შეურიგდი ვიდრე სასამართლოსკენ მიდიხარ ჩვენ ყველას გველოდება როგორც ჩვენი პირადი სამსჯავრო ასევე საშინელი სამსჯავრო ჩვენ ყველანი იქ წავდგებით არ არსებობს ერთი ადამიანიც კი ვინც იმის გვერდისავლით მარადიულად გადარჩეს და ცხონდეს ამიტომ ვიდრე პირში სული გიდგას ჩვენ უფალი ამას გვეუბნება
შენ სინდის შეურიგდი. როდის შეურიგდები? როდესაც გამხელს თქვი რომ მართალია მე დავაშალე. შენდობას ვითხოვ. და წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, რომ რასაც ჩვენ სინდისი გვეუბნება, იმავეს მოისმენ ჩვენ ღვთისგან, როდესაც მის წინაშე წავდგებით. ისე რომ ადამიანს არ ეცოდინება, უბრალოდ ადამიანი ვერ იტყვის რომ მე ეს არ ვიცოდი. იმიტომ რომ შეიძლება აი სახარება არა გაქვს წაკითხული, წმინდა მამათა ნაწერები, მაგრამ სინდისი რო არ ქონდეს ეგეთი ადამიანი არ არსებობს. ამ სინდისთან ერთად არის ყველა. ის გეუბნება, ერთია რამდენად უჯერებს ადამიანი ამას. შეიძლება ყველას წინაშე კარგი იყოს და ყველგან თავისი სიტყვიერი დახელოვნების ხარჯზე ყველგან გაიმართლოს თავი და მოიგოს იმ პაექრობაში, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ აი მარტო რო დარჩება, მან იცის რომ ის არ არის მართალი.